მე ვარ ზუროხი შეშული 9 წლის. სწავლობ ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ფეხბურთი. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. მოკლედ 2 წელი ვთამაშობ ვერტ ჯორჯიაში. ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი და სულ მინდა და შევსულიყავი ფეხბურთზე. მახსოვს პირველი დღე ვერტ ჯორჯიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ვნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მწვრთნელები და მერე დავუმეგობრდი ბავშვებთან. ვერტ ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელი არის ლუკა მასალოვი. ის არის ღიარული და თავისი საქმის პროფესიონალი. რანს თავარია უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა მეკარისე დახმარება. სიამოვნებით ვხვდებოდი ჩემი გუნდის კაპიტანი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაგდრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდი რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე მაგნიჭი და მინდა გამოვიდე წარმატებული ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე გადავალ ნაპოლში, მერე გადავალ რეალში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 41 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ოთარ კეკელიძე. ყველაზე ჭკვიანია ანიტა თურმანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანრი. მე ვარ ყველაზე კეთილი, სიმპათიური და მეგობრული. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ ჩემი მოსაწონი გოგო არ შემხვედრია. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ ლილეს და ანდრიას. ჩემს ცოლს დავარქმევ ემილის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი კეთი ცეცხლაძე. იმიტომ რომ ლამაზია, ამხიარულია და მეგობრულია. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 31 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნებოდი ცნობილი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და თუთი ყურში. მინდა ვყავდეს 2 ძმა. მამი ყვარის მხიარული, შრომელი და მეგობრული. დედი ყვარის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამა მთელ მსოფლიოში. ძალიან მყავს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმე არის ნარუტო. ბავშვობაში სულ მინდა და გამოსულიყავი ნარუტო. შესაძლოა ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავაჩენდი ზაღს. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემა დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მეგობარ სანდრო თედორაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 20 წელს რომ გავხტები ვიყიდი შავ BMW-ს. ბედნიერება არის სკოლის გატანა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.